მეუღლემ რო დაგირეკა და დარჩენას ვაპირებდი უკვე რომ ვითომ ვერ იცანი. თამაშის მე კიო და ჩაჯდა ვანქანაში და წავიდა. ან ხალხმა დაგივიწყა, არ აქვს მნიშვნელობა ეს ქართული გულშემატკივარი იყო თუ უცხოური. სხვათა შორის შრომა მიყვარდა, მაგრამ პროფესიონალი არ ვიყავი. მაგას რო ვერ ყვებოდი, მაგიტომ მივედი, ხო, მაგასთან და მაგიტომ მინდოდა რომ რაღაც ისე ეშველა და. ესე იგი სადღაც უნდა გაგაბრაზე რომ გავიდო, ხო? მაგ ნებისყოფას თუ ჩავთვლი რომ ეს გადავლახე, ერი ალბათ დავიწყებ. პირველად აი კონტურები სად შეამჩნია, სად იპყრე ხელთ სადავეები. ბევრი იყო ეგეთი, მაგრამ ერთი დღემდე არ დამავიწყდება. ერთმანეთს ვეუბნებოდით, რომ დავაი შევიდეთ, უკვე აღარ გვინდა თამაში თქო რა ისე წარმოიდგინე ეხლა. აი სალამი საფეხბურთო იზოლაციიდან მე ვარ შალო და ეს არის ჩვენს არხზე პირველი და ნანატრი პოდკასტ ეპიზოდი, რომლის სტუმარიც გახლავთ ვინ და ადამიანი, რომელიც არც თუ ისე ბევრგან არის ნამყოფი, გიორგი ნავალოვსკი. მადლობა მოწვევისთვის. მე ვიცი როგორც ხარ, მაგრამ როგორ ხარ მაინც რო გავხი. კარგად, ყველაფერი კარგად. ეხლა ყველაზე ისეთი ახლანდელი თემა რაც იყო, ლეგენდების თამაშზე თქვი, აქედანაც თქვი, რომ ძალით არ გინდოდა და კი, ნამდვილად ფეხი გამიცურდა და მაგიტომ თორე. აღოდ ის მართლა თქვი ესე იგი რომ არ გამიკეთებია პატკატი. არა, პატკატი ხო როგორ თქვი. ძალით რო ვიღაცისთვის ძალით გამეკეთებინოს თქო, ეგეთი ცხოვრებაში არ მაქვს, რომ ძალით დამემტრიოს ვიღაც, არ გამიკეთებია არასდროს ნამდვილად. თორე პატკატი ეხა ფეხბურთს რო თამაშობ, პატკატს როგორ არ გააკეთებ. ბოლო წლებში ჩამოყალიბდა ეგ და მე მანამდე არ ვიცოდი ყოველ შემთხვევაში და შენ როგორ ქონდა ინფორმაცია რომ ვარდნას რო აკეთებ ეს არის ბოლო გამოსავალი. ანუ ხო, რა თქმა უნდა, ეგ ის არის, რა ქვია, უკვე რომ მიდიხარ მაგაზე, უკვე რომ ვერანაირად რო პოზიციას წაგებული რო გაქვს, გინდა რომ გამოასწორო და ალბათ ეგ არის ბოლო ის რა გამოსწორების. გატანილმა გოლმა რა ემოციები გაჩვქა რა იგრძენი. რა ვიცი, ესე ვერ აგიხსენ, იმიტომ რომ ბავშვობიდან გულშემატკივრო ბარსელონას და ტელევიზორში რო უყურებდი ისეთ ფეხბურთელებს როგორც რონალდინიო, სავიოლა მაგას მით უმეტეს რო კიდე გოლს გაიტან მაგათა რო თამაშობ კი გასაგებია რომ ის არის სიბერები უკვე ბევრები არიან მაგრამ ძალიან სასიამოვნოა და რა ვიცი ძალიან მაგარია რა ნიკოლოზი ვიცი ვარჯიშზე რა სიტყვის მამამ რონალდინიოს გაუტანა გოლი ხო უშუალოდ მოგიცა რამე კომუნიკაცია ან სალამი რაღაც რონალდინიოსთან აი ესე თამაშის დროს უბრალოდ რაღაც თუ უთხარი რომ მეთქი მაისურს თუ მომცემ თქო და თამაშის მე კიო და ჩაჯდა ვანქანაში და წავიდა არც მაისური მოგწოდა და კი მაგრამ სავიოლამ არ მეკონა ნამდვილად თამაშის დროს უთხარი სავიოლას და მე რო ჩავდიოდი გასახდელში იდგა იქ და დინამოზე ხო ჯერ ჩვენი გასახდელია და შემდეგ სტუმრების და მელოდებოდა და მომცა და ძალიან დიდი მადლობა მაგისთვის რომ ესეთი დონის ფეხბურთელმა ესე უბრალოდ მიიღო და გაითვალისწინა ჩემი თხოვნა რა. ფიზიკურად როგორ ხარ ხოლმე? ხა კი თამაშობ სულ მინი ფეხბურთით ხარ დაკავებული მაგრამ არა, კი, ეხა იმავშევა, ეხა ამ ბოლო პერიოდში ცოტა ამ თამაშისთვის ვემზადებოდით და შემდეგი თამაშისთვის უფრო კაი ფორმაში შევხვდებით რა. რეალურად თქვენი წევთ ხოლმე ვარჯიშს ერთი კვირით ადრე, ხო? 15 დღით ადრე დავიწყეთ, მაგრამ შემდეგი თამაშისთვის ალბათ უფრო საჭიროა რომ ცოტა დიდი ხანი ისქნა რა ქვია მოემზადო. ხო. რახან ძველი ლეგენდების თამაში იყო საქართველოს შევეხეთ, ნაკრებს შევეხეთ, ასე თუ ისე მაინც თვალისწინებს ახალგაზრდული ნაკრები დღეს რა ხდება, რა საქმეში ხარ, როგორანაირად არა, ახალგაზრდულში მე ეხა ვარ 15-17 წლამდეში ვიყავით, უბრალოდ დავამთავრეთ ის და ეხა ვარ 15 წლამდეში, ეხა ვიწყებთ შერჩევებს. ახალგაზრდული რაღაცა და ხო, ჩემბრალია. 15 ასაკობრივი ახალგაზრული 21-ია და ხო. თავარი მწვრთნელია გიორგი ჩიტაური ყველასთვის ცნობილი ბავშვთა ასაკში და მით უმეტეს ფეხბურთში, ყველა მიცის, რა ძლიერი მწვრთნელიც არის მაგ ასაკობრივი ნაკრებებში და ვემზადებით რა ჯერ არ გვიწევს შესაძლოა მომავალ წელს გვიწევს. სინჯებიც ხო. კი, სინჯები იყო, მაგას დღეს იყო, რა სინჯების ის იყო, ხვალ არის კიდე. და ესე იქნება რა, კი გამოძახებები გვექნება და ვინც დაიმსახურებს, ის მოხდება ნაკრებში. ნაკადი როგორ არის? დასავლეთიდან რამდენი არიან თუ არიან ბევრი ან აღმოსავლეთიდან თუ უმეტესად დაკომპლექტებულია ხოლმე გორიზდილა კი არა დინამო და კი უყო თამაშებზე დავდივართ ხოლმე თითქმის ტურები რო არის მაგასაკობე 15 წლამდესი და იმ მომენტში ვინც მოგვეწონება ხოლმე იმაშვებით რა მე ვიძახებთ და ვნახულობთ და იქაც მიდის რა შერჩევა ხა ეს იმას არ ნიშნავს რომ ვიღაცა ეხა გამოვიძახეთ სიტყვაზე და ხვალდაზე გაუცილებლად ეგ უნდა იყოს და სხვა
ყველას აქვს ან მოხოდრის შანსი, ვინც კერძოდ იმ მომენტში იქნება მზად, როცა შეკრება გვექნება რა და გამოცხება როცა გვექნება. 2010 წელს დაბადებული. 2010 ეხა უწევს კი 2010 წლიანებს. რეალურად აი ის ძველი თუნდაც ვასილ მაისურაძის ნაკრები რო იყო, მაგის მერე ნაკადი წამოვიდა 2001-იანები, ნუ ის ჩემი თავაბარაც იყო ზუკა, კვარა, ბევრი იყო, ხა კიდევ აღარ ჩამოთვლი, ვინც თქვა იმ დონეზე კიდევ ვერ ითამაშა, მაგრამ დღესაც არის. და აი მაგის მერე ეს პირველი ჰაიპი რაც აიწია 2010 წლიანები არიან, ეს გამორჩეული ასაკი და 16-იანები. 16-იან, კი 2016-იანები. ეს 2010-იანებს რო უყურებ ხოლმე უკვე რაღაცა მეც მაქვს უშუალოდ გორის გუნდთან შეხება 2010-იანებში და კი ძალიან კაი თაობა მოდის ეს 2010-იანების, 9-იანებისაც კაი თაობა. რა ვიცი, მაგაზია დამოკიდებული რა, როგორც მოემზადებიან და როგორც იშრომებენ ისე დაუფასდებათ რა. ბევრჯერ გვითქვამთ ჩვენ საუბარშიც რა ეხლა და ისედაც ბევრგან განშღერებულა რომ სხვაობაა ხოლმე თუნდაც მენტალობაში ძველ თაობასა და ამ თაობას შორის ნუ დიდი კონტრასტია, მაგრამ აი ის ბრძოლის უნარიანობა მაგალითად პირველ რიგით ქართულ გულშემატკივარს გიორგი ნავალოვსკი როგორც გაახსენდება რომ აი ბრძოლი სულის პატრონი მინიმუმ მაგით გაახსენდება ხო პირველ ქართულ გულშემატკივარს და მაინტერესებს აი ეხლანდელ თაობაში მაგის რაღაცა სიმწირე თუა არა არ არის ეხა ეგრე რო ვთქვათ მაგრამ მე ყოველთვის მაგას ვამბობ და ბევრი ეხა ერთად რომ ჩემი მეგობარიც მეთანხმება რა რაც არ უნდა ნიჭიერი იყო და რაც არ უნდა ძალიან მაგარი იყო სიტყვაზე ნიჭით დაჯილდოვებული იყო შრომის უნარიანი თუ არ ხარ და თუ არ იშრომე ჩემი აზრით იმას ვერ მიაღწევ რა ეს ჩემი შეხედულებაა და ბევრი მეთანხმება ამ იმაში და ესე არ ვიცი უბრალოდ ჩემი აზრია ეს რაც არ უნდა ნიჭიერი იყო თუ არ იშრომე ძალიან ბევრი თუ არ იშრომე აზრი არ აქვს და შენ რამდენად გიყვარდა შრომა სხვათა შორის შრომა მიყვარდა, მაგრამ პროფესიონალი არ ვიყავი. ჩვენი დრო სხვა იყო და სხვა დრო იყო და უბრალოდ ეხლა ამ დროში უკვე იმდენი აღდგენითი რაღაცეებია, ხო ხდები, თამაშის მერე აღდგენა ის შენ დროს არ იყო ეგ და რა ის აღდგენა აღარ ვიტყვი ეხლა ყველა. მე სხვათა შორის პირველად შენი თამაში ლაივში ვნახე, როდესაც გორის დილაში იყავი, მაშინ ბურთის მიმწოდებელი ვიყავი, ხო 2015 წელი იყო, კი. და ზოგადადაც ნაკრებიდან რო ვიცოდი შენი თამაში და ხასიათი, სულ მეგონე ხოლმე რომ მაგარი ბრაზიანი უნდა ყოფილიყო, ბრაზიანი როგორ იცი? ან რაღაცაზე რო გაბრაზდები ხა ეგრეთ და იყო, მაგრამ აი ურთიერთობაში ხა. მე სანამ ახლოს არ გაგიცანი, მეგონა რომ აი შეიძლება რაღაც მომენტში სალამი მაგაზე არ ვიყავი დაკვირვებული მაგაზე ხა შენ პირველად არ მეუნები მაგას სხვამაც მითხრა ეგ და რა არ ვიცი რატომ მქონდა ეგეთი შეხედულება ნახდათ ალბათ სიხისტე ალბათ ის რომ გუნდელებისგან ისე ხოლმე რა აი მაგალითად ყველაზე ბრაზიანი ვინ არის და უცბად უთქვამთ ხო რამდენიმე ინტერვიუში არ ყოფილა ეგეთი ხო რა კომუნიკაცია ესე იგი სადღაც უნდა გაგაბრაზო რომ გავიქო ხო ფეხბურთზე რა გახსენდება? აი პირველი მოგონება რატო შეხვედი, როგორ შეხვედი, საიდან? ფეხბურთზე მე კუბანში თამაშობდი, მართლა არ ვაპირებდი და ეზოში თამაშობდი და ცხონებულმა ჩემმა მეზობელმა მოვიდა ჩემ შოულებთან და უთხრა რომ უნდა შევიყვანო ფეხბურთზე, ჩემ შოულებს არ უნდათ რა და ის კაცი მატარებდა თავიდან რა. ესე მოხდა ჩემი ფეხბურთზე და ჩვენ პირველი იყო მაშინ ეხლა ბენდელაროას მანდი იყო ადრე შევარდენი იყო მანდი იყო ცოტა ხანი ვიარე და მე გადავედი ავაზაში რა ეგ იყო და მე იყო ხო ავაზაში გადავედი მე მაკედა ნაკრებთან ყვეთა ანუ ასაკობრივი აი როგორ იყო ასაკობრივში ერთადერთხელ გამიზახეს ასაკობრივი იყო თუ არ ვცდები 16 იყო, 16 წლამდე იყო, კოპალეშვილი იყო, ცხონებული და რაღაც ტრავმა მქონდა და ვერ წავედი. უბრალოდ ვარჯიზე მომივიდა იქ შეკრებაზე ვიყავით ბასაზე და რაღაც ფეხი ვიტკინე და ვერ წავედი. მაგის მერე იყო ახალგაზრდული პეტერ სერკტირო იყო, ახალგაზრდულში ხშირად ვიყავი ხოლმე და ისე მოხდა რომ 2008-ში პირველი ჩემი ისევ სერკტი იყო პირველ ნაკრებში რო დანიშნეს და მაშინ გამომიზახა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციოები მოგიწია თუ არ ვცდები. არა, ორი ამხანაგური თამაში მომიწია, პირველი იყო ესტონეთი და მეორე იყო პორტუგალია რა. ესე იგი შენ 2008 წელს.
ხო 2008 წელს ეხლა თან სურათებიც არის მაგას ბევრჯერ მინახავს მარატონაც მეგონა რომ 2008 წელს ეგ საკვალიფიკაციო მოგიწია თქო ხო არა ისე იმასკენ რა მე ნაკრებს შოდის რომელ წელს დაიმკვიდრე თავი ხა მე პირადად ნაკრებს შენი თამაში მახსოვს აი აქეთ ხო ისე აღმოჩნდი 15-ში დამაბრო 2008-დან 2015-მდე არ ვიყავი ნაკრებში და მე 15-ში ცხადაძემ დამაბრუნა რა ცხადაძე იყო მაშინ დავარი მწვრთნელი და მაგის მერე მაშინ ცხადაძემ თან ბევრნაირ ბეგლარიშვილის გამოიძახა ერთხელ მახსოვს კი ბევრი ყავდა გამოძახებული და ინცე ოდიში ვინცა ხო არა 2015 წელი იყო კი როდა იმიტომ რომ იმ ხელა ბმა იყო რომ აღარ იყავი მე ნაკრებში რომ რეალურად ეს 2008 წლის თამაში ხა რაც თქვი ეგ ამხანაგურებიც მახსოვს თქო მაგრად მოგატყვევ მაგრამ მაქვს ფრაგმენტებად ნანახი და მაგის მე ხო ნაკრებში არ ყოფილ ხარ და მე ბევრჯერ მიფიქრე რომ აი 2010-11 წლის ნაკრებში თქო კეცბას რო და მე გამახსენავს რომ რა კეცბას რო და არ ვიყავი თქო მაგ პერიოდში არ ვიყავ მე მაინტერესებს აი უცბად აქ რო ჩამოხვედი დონე სხვაობა რამხელა იყო საქართველოში რო დაბრუნდი ეროვნული ლიგა რო ითამაშე ეგ პერიოდი შენი ხო პირველად რო დაბრუნდი სხვათა შორის აი ეხა ამბობ მე რო ჩამოვედი ბათუმში რო ჩამოხვედი კი არა მოიც მანამდე ხო იყო ნუ გორის დილა ვიყავი მანამდე ხო 6 თვით ვიყავი ჩამოსული ნუ გორის დილას კიდე სხვანაირი და ისეთი კი და მე წავედი ბათუმში 9-ში ჩამოვედი უკვე ბათუმში გია იყო თავარი მწვრთნელი მაშინ ბათუმის დინამოში მაშინ გავიცანი კლუბის პრეზიდენტი საჩიკო ბერიძე ველაპარაკე და უკვე ისე ვიყავი მეც რომ უკვე ოჯახი სუდატოვებული მყავდა წასული ვიყავი ხან ჩამოდიოდნენ ხან ვერა და უკვე ბავშვებიც უკვე იმ ხელები იყვნენ ჩემს გარეშე იზრდებოდნენ და უკვე ჩავთვალე საჭიროდ რომ ჩამოსულიყავი და რაღაცაში გამოვდგომოდი ქართულ ფეხბურთს და ქართულ კლუბს და იმედია გამოვადექი გავხდით ჩემპიონები თავარია რომ გვინდოდა შესვლა ევროტურნირებზე მაგრამ ეგ ოცნებაც არ გამომივიდა ცოტა ხნით ისე ოცნებად დარჩა. გარდა დინამო ბათუმის გზავრობა როგორ იყო ხოლმე ხე რომ მანდიყავი მაგალითად ვარჯიშების ადგიტარდება არა ვარჯიშები შეულებრივად ბათუმში იყო ბათუმში ცხოვრობდი ანგისაზე იყო ხოლმე თუ თავიდან ანგისაზე დაჟე თამაშების სტადიონი მაშინ არ იყო მზად აკეთებდნენ და რაღაც ერთ წელიწადში თუ წელიწად ნახევარში უკვე სტადიონის ააშენეს პროცესში მიდიოდა რა შემშენებლობა ანგისაზე ვარჯიშობდით თამაშობდით და რა ვიცი კიდევ ერთხელ ვეთყვი ბათუმის გულშემატკივარს რომ ძალიან ძალიან დიდ მადლობას ვუხდი იმისთვის რომ ნამდვილად არ მიგძნია მე იქ რო თამაშობდი რომ საქართველოში ტარდებოდა თამაში და ისეთი გულშემატკივრები ყავს ბათუმის დინამოსთან. ბათუმში ეს ბევრჯერ გაჟღერებულა ხოლმე რომ ნახმეც ბათუმის თამაში ამდენჯერ არ ნაყოფი და არა ქართლური ატმოსფერო იყო, მაგრამ ზუსტადაც რომ ქართლური ატმოსფერო იყო, იმიტომ რომ ხო, უბრალოდ ისე იმდენად გადაჩვეულები ვიყავ საქართველოში თბილისში არ იყო ის და ნამდვილად არ დამოვიწყდება არასდროს და რა ვიცი, მართლა ძალიან კაი დრო გავატარე, სანამ ბათუმში დავამთავრე ფეხბურთი და მადლობას ვუხდი კიდე ვისარგებლებ შენი გადაცემით, რომ ჩემგან ძალიან დიდი მადლობა და სუგზნობდი მაგათ გორჩი დგომას. ნაკრების თემაზე კიდე ერთი თემა გამახსენე და ლიცენზირებაზე მომდევნო იქნება ადრე თუ გვიან ჩემი სტუმარი ხარაბაძე დავით ხარაბაძე აქვს მოყოლი და შენთანაც მე გამოვიდა ყველაფერი არ დაუჯერო მაგას ნახევარზე მე სიტყვებს გადაცემებში რო დადის ეგ შეიძლება მაგრამ ყოველ შემთხვევაში შენთან მგონი გადავამოწმე ეგ თემა გიბრალტარში რომ ის იყო რა ქვია ტვინის შერყევა მიიღე ანუ ეგ იყო post-factum's ეძახიან რაღაც მოკლედ ჩვენს გვასწავლა რომ მოდის კითხვებს გისვამს შეიძლება ჩვეულებრივი პასუხი გასცე და შენ გაეცი უბრალოდ მე იყო რამდენიმე წამის შემდეგ ერთათი მერაბ ვარძუკაშვილი იყო და დავით ხარაბაძე იყო ერთად იყვნენ მაშინ მერაბიც იქ იყო და რომ შემეკითხა რომ დამისვა შეკითხვა რა ყველაფერზე გავეცი მე მართლა არ მახსოვდა მე თამაშის დროს სულ კითხულობდი ვიღაც ბიჭებს ვეკითხებოდი ჩვენებს და რო რა ხდება რა ანგარიშია როგორ არის რანაირი ვაფშე არაფერი არ მახსოვს აი ელემენტარული და ანგარიშიც არ მახსოვდა რა ანგარიში იყო თამაშის დროს დავითმა ესე მოყვა რომ მოვიდა აუტის მოსაწოდებლად და იქვე ვისხედით სკამთან და გვეკითხება რომ რა ანგარიშია და სად ვარო რა ეგ არ მოუთხოვებია ნამდვილად ეგრე იყო და მე კიდე ერთი თქვა
რაო. მეუღლემ რო დაგირეკა და დარჩენას ვაპირებდი უკვე ნუ ყველაფერი მან ხო დაგტოვეს მე რა შენ კლინიკაში რა და რო დაგირეკა რომ ვითომ ვერ იცანი ხო აღარ ვაპირება ჩამოსვლასა ეგეც ისე მოყვა რომ მეთქი აი ლიცენზიაზე წამოსვლა არა ეგ ნამდვილად ესე იგი სიმართლე უთქვამს კი ფსიქოლოგიურ ამბებზე მინდა რომ გადავიდე რომ აი ყველაზე რთული მომენტი კარიერაში რა გქონდა რა დრო სიგრძენი თავი მარტოდ ან რო გაქრი პირველ რიგში შენ თავში რო გაქრი რომ ვეღარ გზნობდი რომ ფეხბურთზე თამაშობდი ან ხალხმა დაგივიწყა არ აქვს მნიშვნელობა ეს ქართული გულშემატკივარი იყო თუ უცხოური კი არა ცხოვრებაში ყველას ისი აქვს რა რომ არ არის ყველაფერი ისე როგორც შენ გინდა რომ მიდის იყო პერიოდები ხა აღარ მინდა კონკრეტულად რომ ისე ისქნა რომ როცა აღარ ვფიქრობდი ფეხბურთზე რაღაც სხვა მიზეზის გამო და მაგიტომ იყო თორე ესე რომ იმიტომ რომ ხალხს დავავიწყდი ან რაღაც ეგ არ მქონია არასდროს პრობლემა. აი ეგეთი ერთ ადამიანსაც რო ახსოვხარ უკვე იმ ერთი ადამიანის გამო უნდა ითამაშო და ეგ არის. ის გაიშტყვები. აი ეგეთი შეგრძნება რო ქონდა ხოლმე მე რა გაბრუნებდა ისე სტადიონზე. წვანე მინდორი და ისე ალბათ კი არა მონატრება რა ისე რა. და თელი ცხოვრება ვაკეთებდი თამაშობდი ფეხბურთს ხო სხვა ხა არ გამიიდა ეგ არის რა რომ რაზეც ხარ დამოკიდებული რომ რაც გიყვარს შენი საქმე რო გიყვარს რაც არ უნდა ისქნა რა ქვია კი შეიძლება იყოს რაღაც მომენტები რომ ფიქრობდე რომ ხა აღარ გინდა რაღაც ის მაგრამ არ გამეხაც აი ფეხბურთს თავი რომ დავანებე ხანი ვთამაშობ ვერ იმას შვები რა ვერ შეეშვები რა ბოლომდე რა ლეგენდების თამაშის ახლა შენ და კობახას იმეთი მქონდა რომ ყველაზე მეტი ვინ სირბინეთ ეგ იყო პოლარით რო გაისინჯა ისეთი ბიჭები ყავს ახლა და იმ ხელა ფეხბურთი აქვს ნათამაშები ჩვენ ნაკრებში რომ ახლა ჩვენი იმედი როგორ უნდა გქონდეს კაცი მაგრამ ნუ ასე პრობლემები ის იყო ძალიან დიდი ფეხბურთელები არიან ჩვენ ქართულ ლეგენდებში კაი, ფსიქოლოგიური პრობლემები ერთი. მაგ პრობლემის გამო ან ისე თუ მისულ ხარ ფსიქოლოგთან. ან თუ ქონია ბმა. არა, კი, როგორ არ მქონია. გუნდის ფსიქოლოგი იყო თუ შენ შეარჩიე? არა, მქონდა რაღაც მომენტი, როცა ყოფილვარ და რომ დაუწყია, რომ აბა მომიყევი ხა ის და ხა მაგას რო ვერ ყვებოდი, მაგიტომ მივედი, ხო, მაგასთან და მაგიტომ მინდოდა რომ რაღაც ისე ეშველა და ეგ არ არის რა ჩემი ფსიქოლოგი არ არის შენი ფსიქოლოგი კაი ვის წინააღმდეგ და ბევრჯერ ზოგადად ეს კითხვა მინდა ხოლმე რომ დაუშვა და განსახილველი თემა იყოს ხოლმე ნებისმიერი მცველისთვის არ აქვს მნიშვნელობა რომელ პოზიციაზეა ვის წინააღმდეგ აღარ ინატრებდი რომ გეთამაშა ვინ გაგაწამა ვინ გაგაწვალა ყველაზე მეტად ვინც გახსენდება კარიერის განმავლობაში ბევრი იყო ეგეთი, მაგრამ ერთი დღემდე არ დამოვიწყდება, მარჯვენა მცველი იყო, ისიც ევერტონის კოულმანი რო იყო. ლევრო დაგვიდო იმაში, რა ქვია, ირლანდიასთან აი თამაში აი არ მოვიწყდება არასდროს. რა ისეთი გოლი გაგვიტანა, რომ თან შემეძლო წამექცია, აი რო ამბობენ ძალით რატო მაშინ მაგას წავაქცევდი იქ მართლა ძალით წავაქცევდი. ისე ეგეთი დონის აი უცბად რო დიდ ცხოვრებას ხედავ ხოლმე ეხა ახლოს კიდე სხვანაირად ჩანს ტელევიზორში კიდე სხვანაირად ჩანს და ეხა მეც რო გამომის და ყველაზე დაბალ დონეზე რომ ვიღაცა ჩემზე ბევრად სწრაფია აი რო ხვდები რომ გარდა იმის რომ შენი ეროვნული წამოძახილები და ის ჟინი და ის რაღაცა მონდომება უკვე პიკს აღწევს და თავს გადაახტები გასაგებია მაგრამ აი რო ხვდები რომ თავზევი ძალა აღარ არის. აი ვიღაცა რეაქტიულია. ვიღაცა თუნდაც კოლმენი რო ძალიან სწრაფია და რამდენი წელი ითამაშა პრემიერ ლიგაში. არა, თან ისეთი გოლი გაგვიტანა, უბრალოდ ვერ ვივიწყებ მაგას. რა თან არ იყო წასაგები და ისეთი გოლი გაგვიტანა, რომ მაგის მერე აზრი აღარ ქონდა. აი ეგეთ მოთამაშესთან როცა თავზევი ძალა არ არის. რა ხდება? როგორ გითხრე ხა თავზევი ძალა რო არ არის, უნდა შეეგუო რა შენ იმას. რომ ვერაფერს ვერ უშვები, მაგრამ არა. ქონია ის მომენტი, რომ მაგალითად მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად მზად იყავი, რომ თქვათ მოძრაობაში ფიზიკურ კონდიციას გულისხმობ დაღლილ ხარ, ან აღარ გაგხსნია ის სუნთქვა, რასაც სპორტულად ამოვეხო. კი, როგორ არა, ხდება ხოლმე ეგეთი რაღაც, მაგრამ მაგ დროს შენ თავს უნდა შემოძახო, რომ აბა მიდი რაღაც ისქენი, რომ ის ჩემი აზრით ეს უფრო ფსიქოლოგიური მომენტია რა. და ეგ უნდა გადაიტანო რამენაირად. აი შენ თავს უნდა შემოუძახო მაგით რა. ირლანდია იყო, კაკრას ეგ თამაში იყო
რომ ჰიმნი რო იმღერეს, ისე მთელი სტადიონი ის, არა, პოლონეთი იყო. 4-1 რო წავედით, ისე მღეროდნენ, ოქრიაშვილი მედგა გვერდზე თუ ყაზაიშვილი აღარ მახსოვს, ერთმანეთს ვეუბნებოდით, რომ დავაი შევიდეთ უკვე, აღარ გვინდა თამაში. რა ის წარმოიდგინე, ხო ხდები, თამაში არ იყო დაწყებული და ჰიმნის დროს უკვე ისე სიტუაციაში ჩაგვაგდეს და ისე ისქნეს, რომ ეგ არის რა. ყველაზე რონალდინიოს გარდა, ყველაზე დიდი ფეხბურთელი ვის გვერდითაც გითამაშია, ვინ გახსენდება? ბევრ ნაკრებთან მოგიწია თან მithumetes შენ. ესპანეთიდან უნდა არჩიო ვინმე? ესპანეთიდან არა, ბევრს ეგრევე ძალიან ბევრია რა. აი, უცბად ვინც გახსენდა თან შენთან თუ იდგა საერთოდ. ანუ გამოდის რომ უნდა ვთქვათ მარჯვენა ნახევარმცველი, ხო? ხო, მარჯვენა ნახევარმცველი, ეს მიულერი იყო. ეხა კრისტიანოზე ეხა მეტი რა უნდა ვთქვა ეხა კრისტიანო რომ უკვე დამდის არის. წვრთნელობაზე თუ გიფიქრია რატომ თუ არა და რატომ? არა, წვრთნელობაზე მიფიქრია, მაგრამ იცი რა არის, როგორ არის, რომ ეხა ფეხბურთელი რო ვიყავ, ეხა მე მომიწია ისე რომ თეთრაძეს ვეხმარებოდი საბურთალოში. ხო, ნუ ჩემი ძალიან მაგის დამსახურებაა ბევრი რომ ფეხბურთი ვითამაშე და წავედი პირველად იმაში რა ლეგიონერი რო გავხდიდი. და უარი ვერ უთხარი და მართლა ძალიან ეხა მეტი არ ვიცი ხომ მე არაფერი ეხა როგორც ისე ვამბობ რა პროფესიულად თუ ვამბობ ძალიან მაგარია მწვრთნელობა მაგრამ ძალიან დიდი ნებისყოფა გინდა რა ხო ძალიან დიდი ნებისყოფა გინდა ეხა მაგ ნებისყოფას თუ ჩავთვლი რომ ეს გადავლახე მე ალბათ დავიწყებ და ჯერჯერობით ამ ეტაპზე ვფიქრობ რომ არა ხო, რაღაც ფეხბურთელებს უმეტესწილად მე გამიკვირდა, იმიტომ რომ მithumetes ისეთ ფეხბურთელებს რომლებიც თავის ქვეყნის ისტორიაში რაღაც წვლილი შეაქვთ ნაკრების აზრი აქვს რომელი სპორტის სახეობა განვითარებაში, ყოველთვის თავისთავს აკავშირებენ ხოლმე უკვე სამწვრთნელო კარიერას. არა, ეგრეა, კი მეც кейსქენი დაუკავშირე, მაგრამ ამ ეტაპზე მაინც აკტრიალებს, სადღაც დაგიჭერთ. არა, ხო, ეს სადღაც სხვა არ ვიცი ხა. ხო, ნუ ცოდნაც არის და ცოდნაც. არა, ცოდნაზე რას ვამბობ ხა სხვა არ ვიცი. უბრალოდ რაც მიყვარს, რაც მიყვარს და მთელი ცხოვრება რასაც ვაკეთებდი და მინდა რომ აქ საქმეში ვიყო და რა გაკლია მაგალითად დღევანდელი მწვრთნელებისგან თუნდაც აი ახალი თაობაც ძალიან ბევრი ძალიან ხარ მწვრთნელობა ისე არ არის რომ აი მე გადავწყვიტო და გავხდე მწვრთნელი ხო ჯერ ხო აი აიღებ იმას რა ქვია ლიცენზიებს აი ფაქტობრივი განათლება რო შევეშოთ ეხლა ყველაფერს ეგთან მაგრამ ძალიან ბევრი რაღაც გჭირდება შე რო მაგარი მწვრთნელი გახდე და ჩათვალე რომ აი ხა როგორც ფეხბურთის თამაშს ბავშვი იწყებს იმიდან რა ქვია 0 აი სიტყვაზე 5 წლიდან 6 წლიდან ხო იწყებენ ბავშვები როგორც ისე იწყებს შენს როგორც მწვრთნელობა მწვრთნელად რა ხო შესაბამისად ხასიათი თუ ფეხბურთელს ჭირდება ხო ხასიათი რო ფეხბურთელს შენ ეხა გაბარია უკვე 25 კაცი ყავდეს ხო გუნდში გააჩნია ეხა თუ ბავშვი ასაკში პატარებში დაიწყე 15-16 ხო თუ დიდ გუნდში ისქენი 25 ვეღარ შენ 25 ფეხბურთელზე უნდა იფიქრო ის იმას რა აწუხებს როგორ აწუხებს ყველაფერი ის ძალიან ძნელია რა ძნელი როგორ ძალიან ბევრი რაღაც გინდა რომ ბევრ რაღაცაზე უნდა გააკეთო აქცენტი რომ შენ კაი მწვრთნელად ჩამოყალიბდე რა პირობითად რო თქვი რომ რაღაც აი პროფესიონალი ესე არ ვიყავი ალბათ უფრო მაინც ბოლო წლებში თორე პროფესიონალი რო ყოფილიყავი ნაკრებში ვერ იქნებოდი ხა მე იცი უბრალოდ რას ვამბობ იცი რომ გადააზვიადე ხო არა უბრალოდ ჩვენ დროს არ იყო რა ისეთი ის რაც ხა ცხოვრებად შეიცვალა და მაგიტომ არის ხა ბევრი 1000 აღდგენითი საშუალებებია 1000 ის არის 1000 ეს არის ჩვენ დროს ხა არ იყო შენ იყავი შენი თავის პატრონი რა წვენს ვადი ის ბოდიშტე იზოსტარი რო იყო ყვითელი რაღაც ის საშენ ზუკუ თუ რაღაც რო იყო მე არ მახსოვს მაგრამ ვიცი ხო ეგეთი წვენი იყო გვეგონა იმას შვებოდა აღდგენას აკეთებდა და თურმე არაფერს არ შვებოდა ეხა უკვე ძალიან ბევრი რაღაც არის 1000 ვიტამინია 1000 ის არის და მაგიტომ თორე ხო რატო დავიწყე ეს როცა რას ვამბობდი რომ პროფესიონალიზმი ძველი პერიოდი დღევანდელ თაობაზე მინდოდა დამეშვა შეკითხვა რომ თუ მაშინ პირობითად თქვენი თაობის და უფრო ძველი თაობის პრობლემა იყო
გარკვეულწილად ის რომ მართლა შენი თავის პატრონი თავიდან ბოლომდე შენიყავი. ეს რეჟიმის დეფინიცია არ იცოდი რა იყო, თუ ვიღაც მართლა არ შეხვდებოდა ისეთი ადამიანები, ვისაც ფეხბურთი ქონდა ნათამაშები, ოღონდ ეგეც სად ძალიან ტოპ ლეველზე, იმიტომ რომ აქაურ დონეზე რო ეთამაშა, რა ისე ვერ მოხდება ესეთი ხო, ისეთი იმას ვერ იზამდა. ეგ ჯობდა თუ დღეს რომ მეტად ინფორმირებულია ჩემი საზოგადოება, ანუ ახალგაზრდათა, ცუდად რო არ გაიგოს ხალხმა, მეტად ინფორმირებულში რას გულისხმობ? მეტად ინფორმირებული ხარ, ეგ კარგია, მაგრამ აი ეს სკროლვა, რაც მეც ვარ ამის მსხვერპლი. ეს სოციალური მედია, რაზეც არაერთხელ დატკეპნილი თემაა. თან ფეხბურთზე დადის ნიკო ვაჟი და ხედავ. ანუ რა პერიოდში მოგიწია შენ თამაში, რა პერიოდში იზრდება ახლა ნიკოლოზი და აი ყოველთვის აი რა უნდა დაუპირისპირო ამას, რომ არ გაიქცეს აქეთკენ. თვალი. ხო, ეს ახლა ალბათ კი არა, ეგ თავის ის არის, რომ გაიზრდება უკვე ისეთ ასაკში, რომ ჩავარდება, რომ გადაწყვიტავს რა უნდა თვითონ ფეხბურთელობა უნდა, არ უნდა, მე ყოველთვის ვეუბნები მაგას, თუ გინდა, მამა ფეხბურთელობა თუ გინდა, უნდა იშრომო ძალიან ბევრი. უნდა ისწავლო რა თქმა უნდა თავისთავად და უნდა ივარჯიშოს ძალიან ბევრი რომ მიაღწიოს მისანს. ჩემი აზრით დღემდე აი ესია რომ თუ ძალიან ბევრი არ იშრომე, შედეგს ვერ მიაღწევ და რა თქმა უნდა კარგია, როცა ადრე რომ არ იყო ეს ის რაღაც ეხა 1000 ის არსებობს რომ შეიძლება შეადგინო რაღაც შენი დიეტა სიტყვაზე რა უნდა ჭამო რა არ შეიძლება რა როგორ ანაირად ხო ხტები ადრე ანუ ესეთი ფუფუნება არ გქონდა რა საჭმელი არ იყო და ეხა იმას იზამდა უშუალოდ წვრთნელის ფილოსოფიიდან გამომდინარე რა გისწავლია როგორც საფეხბურთო თვალსაზრისით ეს იქნება ტაქტიკური რაღაც მაგალითად არ იცოდი რომ აი ამას თუ გააკეთებდი მეტად პროდუქტიული იქნებოდი ან მეტად აითვისებდი დროს და სივრცეს წმინდა საფეხბურთოდ რო ვთქვათ და ამავდროულად უშუალოდ შენს მენტალობას რაც შეეხო რამაც უფრო კაცად გაქცია ან შეიძლება პირიქით აქეთ იყავი აქეთ წლებში იყო და ისეთი რამე გაიგე რაც 18-19 წლის ასაკში არ ქონდა გაგებული აი რა იყო ესეთი ან რომელი მწვრთნელისგან იყო თუ გახსენდება ესეთი რამე ძალიან დიდი როლი ითამაშა თითქმის ვისთანაც მიმუშავია მე ქართულ მწვრთნელებზე ვამბობ რა იმიტომ რომ გია გეგუჩაზე კახა ცხადაძე მართლა ჩემ კარიერაში იგივე წეღამ თქვი და ომარ თეთრაძე რომ ჩემ განვითარებაში დიდი როლი ითამაშა და ძალიან ბევრი ეხა ყველაფერს ესე ვერ ჩამოვთვლი ხო ხტები ყველას თავის ისა აქვს რა იმას სხვა ხედვა ქონდა მეორე სხვა ხედვა და ესე და ყველაფერი დასაჭერი იყავი როგორც ფეხბურთელი მწვრთნელს ზედმეტი ყურადღება უნდა არა არ ყოფილი რთული არა სულ ყოველთვის ვცდილობდი რომ ის გამეკეთებინა რასაც მწვრთნელი ითხოვდა იმას რა ქვია იმ მომენტში რა აი პირობითად ხასიათი რომელსაც იყენებდი შენს პლუსად მაგალითად გასახდელში მაგალითად ბიჭებთან ურთიერთობაში რომ იყავი მოთამაშე რომელიც აი გულს და სულ ძადებდა პირველად აი კონტურები სად შეამჩნიე სად იპყრე ხელთ სადავეები იყო ეს ასაკობრივ გუნდში ნებისმიერ ან ბავშვობიდან როგორ იყავი ხოლმე გუნდებთან ერთად სულ თითქმის ეხა ვისთან ერთადაც ნაკრებში ვითამაშე, ვინც მომიწია ზოგთან ბავშვობიდან მეგობრობდი, ზოგთან მეერე და ისეთი მეგობრული ურთიერთობა მქონდა ყველასთან რა თითქმის და ესე რომ რაღაც ისე აი ეგეთი ის არ მქონია. უბრალოდ ესე თვითონ ჩემ ბუნებაში იყო ესე რომ ხვდები თამაშზე რო გავდიოდი მე ბოდიში და მეკეტებოდა ხოლმე რა ვიცოდი რომ უნდა ეხა სულ ვერ ვიგებდი თამაშებს კაი, ეხლა თან გავგვიანებ მე თამაშზე რომ მიდიხარ და 1-2 სიტყვა მაგაზეც რომ მითხრა, სულ აქტიურად ხარ ჩართული, თამაშობ მასტერ ლიგას. ძალიან მაგარი ტურნირი ესე რომ ვთქვა, ის არის, ეს 7-7-ზე ფეხბურთზე იმაში ტარდება, რა ქვია, მზიურის პარკში და რა ვიცი, ერთი სული მაქვს ხოლმე სამშაბათია თამაშობ. მესამე წელია რაც ფეხბურთს თავი დავანებე და ეგრევე გადავერთე მაგაზე და მართლა ისეთი ტურნირია რომ დაჟე საქართველოს ბევრ ჩემპიონატში იმაში თამაშზე არ დადის იმდენი ხალხი მან დრო დადის. იმ დროს ვამბობდი რომ დაფებით უკვე მწვრთნელები და აი მინდა რომ ვითამაშო და ვიკაიფო და უკვე თავიდან რო ჩავედი მეგონა რომ ესე ჩავდიოდი უბანში სათამაშო და რაღაც და პირველივე თამაში 7-1 ვაგებ. და მე ვიფიქრე რომ მეთქი აქ ეგრე არ გამოვა სხვანაირად უნდა შევსვავო და უკვე ჩვენც ვემზადებით ხოლმე რა მაგ თამაშისთვის შეუულებრივად როგორც
სხვა თამაშის რო თამაშობდი კარიერის მანძილზე, ისევ ემზადები ხოლმე ეხლა რომ არ დავარღვიო რაღაც ის არ ვქნა რომ ის ვიყო რა ქვია. ჯანზე რო ვიყო რა. ჯანზე რო ვიყო, რომელ ადგილზე ხართ ახლა თუ იცი? ეხლა ახალი დაწყებულია, ერთი წაგება გვაქვს, დანარჩენი მე-5 ტურია თუ მე-6 ტურია რა წინ და იმედია მოძრაობაში როგორ ხართ ხოლმე არ გიჭირთ შო აქტიურად? არა, როგორ არ გვიჭირს ახლა სხვა ის არის, მაგრამ ვცდილობთ რომ გადავატანინოთ რა ეგის. აი, შესაბამისად ერთი რაღაც კიდე. ესე იგი ველოდოთ საბოლოო სინჯები, ანუ შეკრება როდის მოხდება 15 წლამდელთა ნაკრების. ეხლა პრიორიტეტად არის U17, რომელიც სანდრო კობახიძეს ნაკრებია, რომელსაც უკვე შესარჩევი უწევს ოქტომბერში და იმედია ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ როგორც გვინდა ისე იქნება. მოკლედ, ველოდებით ამას ახალგაზრდულებს ლეგენდების თამაშით სადღაც დავეწევა. ევროპის ჩემპიონატი პირველ რიგში, კი ბატონო. ხა ევროპის ჩემპიონატია. ივნისში იწყება და კარგი ზაფხული ველოდება თან. ძალიან და იმედია მანდაც გავალთ მინიმუმ ჯგუფიდან. კი. იმიტომ რომ თამაშა ძალიან აიწია. კი, წარმატებები მინდა უსურო მთლიანად ჩვენ ბიჭებს და ნაკრების სტაფს. დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩემთან. პირიქით მადლობა. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ესე თითქმის ყოველდღე არა, მაგრამ ახლა კომუნიკაცია გვაქვს, მაინც მეგონა რომ ისე უნდა მეკითხა ალმაცერად რომ აუ ნავალ მოხვალ ჩემთან. იქნება არ მოხვიდე. და ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით. პირიქით მადლობა. ვისაუბრეთ თემებზე, რაც პრინციპში მაინტერესებდა და ახლა რაღაცა ისე თუ გავყევით, ბევრი შეიძლება თან პირველ ეპიზოდია და ცოტა ისე მოუხეშავად ვზივარ და შეიძლება ერთი მე-10 ეპიზოდზე დაგირეკო რომ ნავალ ვაფშე გამეხსნა თქო და ეხლა ამ თემებზე ვილაპარაკოთ. წარმატება მინდა გისურვო და მოკლედ იცი რომ ძალიან გვალეშიკობ, დიდ პატრიოტს ხსევ და მინდა რომ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიო. დიდი მადლობა, მოკლედ თქვენს დაგემშვიდობები, დროებით YouTube-ზე დამშვიდობები არა. ნახვამდის.